კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მაუწყებლობას. გადაცემით ახალგაზრდული სული. ჩვენ ორი კვირის შემდეგ კვლავ დაგვიბრუნდით ეთერში მცირედი ცვლილებით, ამჯერად ბათუმში ვიმყოფებით და ბათუმის სტუდიიდან განვაგრძობთ პირდაპირ ეთერს. ჩემი თანაცამყვანი ესმა კვლავ გერმანიიდან შემოგვიერთდება უცვლელად, იმედია მალე დაგვიბრუნდება და მე ამის მჯერა ნამდვილად. ესმა ხაზზე ხარ? დიახ, მოგესალმებით. შევახსენებთ პირველ რიგში ტელეფონის ნომრებს ჩვენი გადაცემისა, სადაც შეგიძლიათ დაგვეკავშირდეთ და კითხვები დაგვისვათ ჩვენ და ჩვენს სტუმრებს. გააკეთოთ კომენტარები და ჩვენ შეძლებს დაგვარად კი პასუხებთ. ეს ტელეფონის ნომერია 2-388-105. ასევე შეგიძლიათ Skype-ით დაგვეკავშირდეთ ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დღეს კი ჩვენ ქველმოქმედებაზე ვისაუბრებთ, ასევე სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე. და სწორედ ამიტომ გვყავს ჩვენ დღეს სტუმრად ქალბატონი იამზე გორგოტაძე, რომელიც არის ფონდ ქველმოქმედება 2015-ის დამფუძნებელი. მოგესალმებით ქალბატონი იამზე, ძალიან დიდი მადლობა ეთერში მობრძანებისთვის ამ საზაფხულო საყოველთაო არდადეგებისა და შეულებების პერიოდში და პირველი კითხვა რა თქმა უნდა იქნება, რომ თუ შეიძლება რომ თქვენი ორგანიზაციის შესახებ მოგვიყვეთ, როგორ დაფუძნდა, ვინ დაფუძნა და რამ განაპირობას თქვათ მისი დაფუძნება. უღმესი მადლობა მოწვევისათვის, მოგესალმები, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. ჩვენთვის მართლაც დიდი პატივია თქვენს წინაშე წარმოვადგინოთ ჩვენი ფონდი ქველმოქმედი 2015, რომელიც ემსახურება სოციალურად დაუცველ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებსა და უმწელო ბავშვებს. ასევე შეჭირებულებს, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე ჩვენი წესდების შესაბამისად განვახორციელოთ სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც არ არის შეზღუდული. ალბათ როგორც სახელი 2015 წელს დაარსდა ეს ფონდი 2015 და მოდით გვიანბათ ვინ იყო ამ თქვენი იყავით სულის ჩამდგელი თუ თქვენთან ერთად კიდევ სხვა ადამიანებიც იყვნენ თქვენთან ერთად ამის შესახებაც გვიანბათ. მადლობთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მე არა, აქ არის არაჩვეულებრივი გუნდი მეგობრებისა, იმ ადამიანებისა, რომლებიც მოწოდებული არიან ამ საქმისათვის. საინტერესო აქ გახლავთ ის, რომ დაფუძნებამდე რამოდენიმე წელიწადი ჩვენს მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა პროფილისა და პროფესიის ადამიანებთან ერთად ვახორციელებდით სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო საქმიანობებს. მაშინ რა თქმა უნდა, ცოტა არ უკეთებდით ამას არანაირ ასე ვთქვათ ჭყალებში PR-ს, არც რეკლამას, ჩვეულებრივ ყოფით რეჟიმში ვაკეთებდით ამ ყოველივეს. მაგრამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო დროთა სვლაში ამ ყოველივემ, რომ გვეუბნებოდნენ უკვე მეგობრები, გარშემომყოფები, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების სტილს იცნობენ, ჩვენს ადამიანობას გარკვეულწილად იცნობენ და გვეუბნებოდნენ თუ არა ვინ უნდა აკეთოს ეს საქმე, თუ არა თქვენ და რა თქმა უნდა არ იყო მარტივი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და რა ვიცი, უფლის შეწევნითა და კეთილი ადამიანების თანადგომით, ჩვენი ძალიან დიდი მეგობრების თანადგომით და ერთობლივი გადაწყვეტილებით ესე ვთქვათ, კონსენსუსი შედგა და ჩამოყალიბდა ეს ფონდი ქველმოქმედი 2015. დამფუძნებლები გახლავთ ზაზა გუნცაძე, ქალბატონი მონიკა რუხაძე, ქალბატონი ჯული ქილიფთარი და თქვენი მონამორჩილი. და აი რა საქმიანობებს ეწეოდით ხოლმე, მაგალითად, სანამ ოფიციალურად ესე დაფუძნდებოდით? ანუ დიახ, გასაგებია. დაფუძნებამდე ჩვენ ვიკრიბებოდით, ჩვენ მოგეხსენებათ ამ ეტაპზე ჯერჯერობით დაფუძნებიდან მხოლოდ 10 თვე არის გასული. ამ 10 თვის მანძილზე დაფუძნებამდე მოგახსენებთ ჯერჯერობით, დაფუძნებამდე რა საქმიანობას ვეწეოდით. დაფუძნებამდე ორიოდე შტრიხით მინდა გითხრათ, რომ პროფესიით გახლავართ იურისტი, ჟურნალისტი და ბუღალტერი და ამ სხვადასხვა პროფილის ადამიანების თანადგომით, ასევე ჩვენს ირგვლივ არიან ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანები, ჩემი მეუღლეც გახლავთ მედიცინის მუშაკი და აი ეს სფეროები, როდესაც იკრიბებოდნენ, ჩვენთან თქვათ ხდებოდა სალონური ტიპის შეხვედრები, ღებულობდით გადაწყვეტილებებს და ჩვენი აი ესე ვთქვათ, წირი შესაძლებლობებით, აი ვთქვათ, ფოჩი არის ესეთი თანადგომის სახლი, იქ არის 215 ბენეფიციარი, ვაკითხავდით ამ ადამიანებს, თბილი სადილი, თბილი ზამთრის შესაბამისი სამოსი და ასე შემდეგ. დიახ, ეს სახლი, ანუ თქვენ თქვით რომ 215 ბენეფიციარი, ანუ ეს მოხუცებულთათა შესაფარია თუ
ბავშვთა სახლია თუ რა არის? დიახ, აი ეს ამ ეტაპზე რაც აღნიშნე, ეს არის სასადილო ერთგვარი თანადგომის სახლი, ესე ქვია, სადაც აპურებენ ამ ადამიანებს, ასაკოვან ადამიანებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასევე სოციალურები, ასევე არიან მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრები და ჩვენი ძალიან ხშირი სტუმრები ვიყავით. განამარტო სტუმრები აქ გარკვეულ წლებში, წინა წლებში ჩვენ ვცდილობდით ამ კონკრეტულად სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლების საზოგადოებაში ადაპტირებას, ამისათვის ვაკეთებდით კონკრეტულ ღონისძიებებს და ისინი გაყვავდა, ესე ვთქვათ, სამზეოზე, გვინდოდა რომ ისინი არ ყოფილიყვნენ ჩრდილში, ყოფილიყვნენ საზოგადოებაში და მათ ეგრძნოთ ის, რომ ისინი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. აი თუ შეიძლება ერთ-ერთ ესეთ ღონისძიებაზე რომ გვითხრათ, მოგუწევთ რა ღონისძიებაა? მოგახსენებთ, იყო სწორედ ესეთი ღონისძიება, ერთ-ერთი იყო გოდერძი ჩოხელის სადმე მიძღვნილი ღონისძიება, არაჩვეულებრივი, ამ ბავშვებს ჰქონდა სპეციალური მაისურები ჩვენგან საჩუქრად, მე მიყვარს გოდერძი ჩოხელი, ასევე იქ იყო არაჩვეულებრივი საღამო, თვითონ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და ამასთანავე იყო სიურპრიზებით სავსე ღონისძიება. მოდით გითხარით, ამათთვის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი პროექტები გაკეთდა, ანუ ვის დაეხმარეთ კონკრეტული კუთხით, ანუ ვინები იყვნენ. მე ვნახე მაგალითად თქვენს Facebook გვერდზე 2008 წელს დაზარალებულების, ანუ გარდაცვლილი ჯარისკაცების მშობლების გვერდი დგომა იყო და ასე შემდეგ, სხვადასხვა ღონისძიებები და გვიანბეთ ამის შესახებაც. დიახ. აი, იცით რა არის, ცოტა რაღაცნაირ დისკომფორტს ქმნის ხოლმე, როდესაც უნდა ილაპარაკო შენს გაკეთებულ საქმეებზე და რაღაცნაირად ერთგვარი ჩამონათვალი გააკეთო, მაგრამ იცით რა არის, ახლა რაღაცნაირად თვით პრეზენტაციას ერთგვარ სამომავლოდ ფონდმა უფრო ცნობადობა მოიპოვოს და შესაძლოა ვინმე დავშოთ თანადგომა გამოხატოს და თანადამფინანსებლის დიახ, აი სწორედ აქეთკენ მივდივარ, რომ ანუ დღეისათვის ეს უკვე იმდენად ჩვენს რეალობად იქცა, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე არის და თავისთავად ცხადია, რომ ეს საზოგადოებამაც უნდა ნახოს სწორედ ისე, როგორც ჭრილშიც ჩვენ ვაწოდებთ ამას საზოგადოებას. ანუ ჩამოვყალიბდები, ესე იგი, რა გავაკეთეთ 10 თვის მანძილზე. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ისე, რომ ეს ვიდეო რგოლი, რომელიც არის ფონდის მუშაობის ამსახველი, ვიდეო მასალა არა უშავს, მთავარი არის, რომ ჩვენ ვინც გვიცნობს, იცის რაზეც საუბრობთ. დააფუძნებიდან 10 თვე გავიდა, ჩვენ დაფუძნდით ოქტომბრის შუა რიცხვებში და პირველი ჩვენი დაფუძნებიდან ეს პრეზენტაცია, ესეთი წარდგინება საზოგადოების წინაშე მოხდა მალთაყვის ტყვე-პარკში, ეს გახლავთ ფოთში, ჩვენი მეგობრები დაგვიდგენ გვერდით, იქ იყო არაჩვეულებრივი დიზაინი, მოწვეული იყო ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები, ასევე გახლდათ მოწვეული თბილისიდან ერთ-ერთი ცნობადი სახე ახალგაზრდა მხატვარი მარიამ ცხადაია, არაჩვეულებრივი გოგონა და მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. და საზოგადოების წინაშე წარსდგით ჩვენი გეგმები, წარუდგინეთ მას, ჩვენი წესდების შესახებ ვაცნობეთ და ასე დაიწყო ჩვენი მუშაობის პირველი დღე. შემდგომ უკვე დავიწყეთ თანადგომის სახლში, ასევე ხშირი სტუმრები ვართ. შემდეგ იყო ძალიან ბევრი, იცით როგორ არის, აი თითოეულ საკითხზე შეიძლება ბევრი საუბარი, გამწვანების აქცია, თუნდაც თქვენ რომ ახსენეთ, აი 8 აგვისტოს დაღუპული დედების კადრები ვნახეო. აქ საუბარი არის, ჩვენ მათ რამდენჯერმე შევხვდით, ჩვენ ძალიან ვეკონტაქტებით ამ ადამიანებს და მთავარი არის, იცით რა მინდა გითხრათ, ჩვენ რა თქმა უნდა არა გვაქვს იმის ილუზია, რომ რაღაცა სენსაციას მოვახდენთ, ან რაღაც სოციალურ ფონს შევცვლით, ჩვენი რაღაცა ერთჯერადი დახმარებით ან რაღაც, მაგრამ უდაოდ ჩვენ მათ სოციალურ ფონს ვაუმჯობესებთ, ეს უდაოდ ასეა. გარდა ამისა, ის დახმარებები, რაც ჩვენი ფონდისაგან ამ ეტაპზე გაიცემა, ეს არის სოციალურად დაუცველი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ანუ 1-2 თვით მათ ოჯახურ მდგომარეობას, მათ გარემო პირობებს ვაუმჯობესებთ. რაც შეეხება მომდევნო იმას, იყო ასევე გამწვანების აქცია მოვაწყვეთ. ანუ გითხრათ კონკრეტულად
კონკრეტულად ეს მოხდა გამწვანების აქცია დაახლოებით ალბათ აპრილის პირველ რიცხვებში იყო ეს ყოველივე შეიკრიბა არაჩვეულებრივი გუნდი მეგობრებისა ქალბატონები მხატვრები ხელოვანი ადამიანები შევიძინეთ პალმის ხეები 30 ძირი ასევე კაკლის ხეები შემოგწირეს მეგობრებმა და ამ ყველაფრის დარგვა გამწვანება მოხდა ქალაქის 9 საბავშვო ბაღში აი ეს მაინტერესებს ანუ საბავშვო ბაღებში გასაგებია მაგრამ ანუ როგორ ხდება მე დავშოთ ამ ხეების ალბათ ადგილობრივი უკვე ხელმძღვანელობა მიხედავს ხო ანუ ვორწყვის მე სულ მაინტერესებდა ყოველთვის აი როცა ამწვანებენ ამ დავშოთ რგავენ რაღაც ნარგავებს შემდეგ ანუ ნარგავს ხომ რაღაც მოვლა ჭირდება ხოლმე ანუ შემდეგ ანუ ალბათ ადგილობრივი ხელმძღვანელობა ხო ბაღების ადმინისტრაცია თაობს როგორ ხდება მოგახსენებთ იცით როგორ არის ჩვენ რა თქმა უნდა ეს ინფრასტრუქტურის სამსახურს ვთხოვეთ ამის თაობაზე დახმარება მან გამოგვიყვეს მუშა ჯგუფი ინფრასტრუქტურა 2008 არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ყავთ ბატონი გიასი ლოგავა და ეს ადამიანი დაგვეხმარა გამოგვიყო ჯგუფი და ისინი ჩვენთან ერთად საჭიროებისამებრ გავანაწილეთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ შემოწირულობა და რაც შეეხება შემდგომ მოვლა პატრონობას რა თქმა უნდა ეს შესაბამისი ბაღები უზრუნველყოფენ. იცით რა მაინტერესებს ანუ ღონისძიებებს ანუ ხო სჭირდება რა გარკვეული ხარჯები რომ ეს მოეწყოს ამას რის საშუალებით ახერხებთ და ანუ მას ღონისძიებაში მონაწილე ხალხი ანუ უსასყიდლოდ ღებულობენ მონაწილეობას თუ გარკვეულ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული ანუ მოგახსენებთ მარიამ როგორ არის იცით ყოველი ჩვენი ღონისძიება არის აი ცოტა ღილის მონგროლად შეიძლება ეს ჟღერდეს მაგრამ აი ეს არის შიშველი ხელებით გაკეთებული საქმეები ჩვენ აი ხო არის ორგანიზაციები რომლებსაც აფინანსებენ ყავთ ვიღაც ჩვენთვის როგორ არის იცით ჩვენ თვითონ მეგობრები ვიკრიბებით ვაკეთებთ ამას ვამზადებთ სარეკლამო რგოლებს ფლაიერებს და ასე შემდეგ მოსაწვევებს დიახ აი მე ჩვენი რაღაცნაირი წირის შემოსავლებით ვაკეთებთ ამ ყოველივეს შემდეგ ვაკეთებთ ღონისძიებებს გეგმავთ და მე თუ შეიძლება თქვენი ეთერის საშუალებით ვისარგებლებ და ვიტყვი რომ არის ქალაქში ფოთში ისეთი ორგანიზაციები სამსახურები რომლებიც გვიდგანან გვერდით განსაკუთრებით გამოვყოფდი ფოლკლორის ცენტრი ეს არის ადამიანების საოცარი გუნდი რომლებიც მზად არიან ნებისმიერ ჩვენ გამოძახილზე გვიპასუხონ და აი ეს ადამიანები ფოლკლორის ცენტრიდან მუსიკალური სასწავლებლიდან მქონდა არაჩვეულებრივი კლასიკური მუსიკის კონცერტი ერთ-ერთ ადამიანს დავეხმარეთ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის საოცარი პრობლემები ჰქონდა და ანუ მინდა ვთქვა რომ ეს ღონისძიებებიდან ამონაგები თანხით გაყიდული ბილეთების ამონაგები თანხით ვეხმარებით ამ ადამიანებს ჩვენს გვერდზე თუ დაინტერესებული პირი შევა აუცილებლად აღმოაჩენს რომ აი ადამიანები დაახლოებით ამ ეტაპისათვის ამ 10 თვის მანძილზე ჩვენ სოციალურად დაუცველ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ 100-ზე მეტ ოჯახს დავეხმარეთ და ჩვენი დახმარება შემოიფარგლება რითი პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ასევე ზამთარში იყო შეშა და სეზონის შესაბამისი სამოსი. ამ ყოველივეს კონკრეტულ სიტუაციაში არიან ადამიანები, ჩვენივე კვლევები, ჩვენივე მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ვკრიბავთ ვაანონსებთ ამას ჩვენს გვერდზე და გვეხმაურებიან ადამიანები, მეგობრები, ნაცნობები, ზოგი თანხას ურიცხავს ამ ადამიანს, არის სპეციალური ნომრები მითითებული საბანკო ანგარიშები, ზოგი შემოწირულობას აკეთებს მეორადი სამოსით, ზოგი ახალსაც აგზავნის და ასე შემდეგ. ამის გარდა, თუ კი იქნება დარიცხული გარკვეული თანხა კონკრეტულად ამ და ამ ოჯახის დასახმარებლად, ამ შემთხვევაში ჩვენ ვყიდულობთ მათთვის პროდუქტებს, ეს არის დავაკონკრეტო რა შედის ამ ყოველივეში ეს არის პურისქვილი, შაქარი, ზეთი, კარტოფილი, ბურღულეული მინიმუმ 2 თვის სამყოფი. მოდით ახლა ახსენეთ რომ თქვენი Facebook გვერდი და ბარემ გითხარით იქნება ვინმე ისეთი გამოჩნდეს ვისაც თქვენი დახმარება სჭირდებოდეს და ასევე სურვილი გაუჩნდეს ქველმოქმედების გითხარით თქვენი Facebook გვერდი ბარემ გამოვაცხადოთ. უღრმესი მადლობა. მარიამ, იცით, ჩვენი Facebook გვერდი არის ფონდი ქველმოქმედი 2015. მინდა აღნიშნო, რომ დიახ
მინდა აღნიშნო, რომ მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად ფონდმა ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება, რაც გაკეთდა ფოთში, ეს იყო რეგიონალური ფესტივალი დედაშვილობა, საქართველოში პირველად ჩატარდა და მინდა გითხრათ, რომ ამ დროს ძალიან გვერდით გვედგა არაჩვეულებრივი ქალბატონი ფესტივალების ორგანიზატორი გახლავთ, ქალბატონი დარე ჯანგეფერიძე, ამ ქალბატონის საოცარი თანადგომითა და ერთსულოვნებით შედგა ეს ღონისძიება და ჩვენი ერთობლივი ორგანიზებით შედგა ეს ღონისძიება, ასევე თეატრს აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, მათმა უკვე ორჯერ დაგვითმეს თეატრის ფართი, ესე ვთქვათ, უსასყიდლოდ და ჩვენ ჩავატარეთ ეს ფესტივალი, იყო საქველმოქმედო ხასიათის, საკმაოდ შემოსული თანხი დავეხმარეთ 10 მრავალშვილიან ოჯახს და ისინი უზრუნველყავით 2 თვის საფუძვლად. და რა შედიოდა უკაცრავად ფესტივალში, ანუ კონცერტები, გამოფენები, საოცარი ფესტივალი იყო, მინდა გითხრათ, ეხლა ცოტა უხერხულად კი გვიძნოთ თავს, მაგრამ ფესტივალია მე როგორც ვიცი. არა, ეს იყო რეგიონალური მასშტაბით, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ეს რეგიონები იყო ჩართული და იცით როგორ იყო საოცარი ის იყო, რომ ამ დედაშვილებში იყო არაპროფესიონალი ადამიანები, სრულიად არაპროფესიონალები, ეს ადამიანები გამოვიდნენ თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი დადეს იმისათვის, რომ აი ამ საქველმოქმედო ღონისძიებით დახმარებოდნენ იმ სრულიად უკიდურესად შეჭერბებულ ოჯახებს, მრავალშვილიან ოჯახებს, რომელსაც კრიზისული გაუსაძლისი მდგომარეობა აქვთ და აი ამ პროდუქტები მოყავით ისინი. უკაცრავად და რო გაწყვეტინებს და ამ გამომსვლელებს ეს არის ასე ვთქვათ ამ ყველაფერს მოხალისეობის საფუძველებზე აკეთებენ. დაახლოებით ეს ფორმატი იყო, დიახ. ცოტა მაინტერესებს კიდევ, ანუ რამდენად არის საზოგადოების მოთხოვნა სურვილი იმისა, რომ თუნდაც ამ ღონისძიებებს დაესწრონ, რამდენად არიან ამ ქველმოქმედებაში თვითონ ჩართულები? მარიამ, მინდა გითხრათ, რომ მე ფოთზე ვარ შეყვარებული და დაავადებული ვარ ამ ქალაქით, იმიტომ რომ ეს იმდენად სისხორცეულია ჩემთვის და იცით როგორ არის ესეთი გამონათქვამი, ფოთელებს ერთი სიყვარული აქვთ და ეს მართლაც ასეა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და ალბათ ამის საფუძველი ისიც არის, რომ ჩვენ ვართ აი ეს დამფუძნებლები, სრულიად უპარტიო ადამიანები. ჩვენ არასოდეს არ გქონია პარტიასთან შეხება და ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ცხოვრების სტილით, ასე ვთქვათ, ამ უბრალოდ აპოლიტიკურ აი ამ ადამიანების წრეს განმეკუთვნებით და ჩვენ არ გვიჭირს, ვთქვათ, კარზე მიკაკუნება, თუმცა არც არავის ზედმეტად ვუტალახიანებთ კარს. მინდა აღვნიშნო ერთი დეტალი მნიშვნელოვანი. ჩვენი ორგანიზაცია გარდა იმისა, რომ ეხმარება სოციალურ დაუცველ ფენას, მარტოხელა მოხუცებს, უმწეო ბავშვებს, არის დასაქმების პროგრამით კიდევ ჩვენ რამოდენიმე ადამიანი რესტორნების ქსელში არის ესეთი არაჩვეულებრივი პიროვნება, მინდა გითხრათ, ირმანოვა, რომელიც ჩვენი ფონდის ერთ-ერთი მხარდამჭერი გახლავთ. ეს ადამიანი მზადყოფნას გამოთქვამს ყოველთვის და აი, როდესაც აქციები არის აქტიურად ერთვება, ესევე შესაძლებლობის სოციალურებთან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ხშირი ვართ ერთად და ამ ადამიანმა რესტორნების ქსელში იქ სხვადასხვა იმაში დაასაქმა რამოდენიმე ქალბატონი, სოციალურად შეჭირვებული, ასევე ჩვენ ერთ-ერთი პიროვნება ახალგაზრდა ბიჭი პურსაცხოვში დავასაქმეთ. შეიძლება ის ძალიან მცირედია, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის იმათვის ეს არის რაღაც მომენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუ კი ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამეთვლება. ასევე ერთ-ერთი პიროვნება მეორე ჯგუფის ადამიანი არის, ეს ადამიანი არის ესეთი შევიკავებ თავს სახელი და გვარისაგან, ერთ-ერთ კოლეჯში, მინდა გითხრათ, არის არაჩვეულებრივი კოლეჯის დირექტორი მალხაზ გვიჩია, მან ძალიან დიდი შემართებით, ძალიან დიდი მონდომებით მიიღო ეს ადამიანი და სრულიად უსასყიდლოდ 1 წლის მანძილზე გადაამზადა ის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. ცოტა მაინტერესებს, აი უკაცრავად მარი ბოდიშო გაწყვეტინებ შენს. მე როგორც ვიცი, შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფოც უზრუნველყოფს რაღაც გადამზადების პროგრამებს და მით უმეტეს პროფესიულ სასწავლებლებშიც, მე რამდენადაც ვარ საქმეში ჩაყენებული და
ანუ ისიც რა მაინტერესებს კიდევ, ანუ თქვენ თქვით, რომ სოციალურად დაუცველი ფენის დასაქმება იყო. თუ მომხდარა მსგავსი შემთხვევა, ანუ თქვენ იმდენად აქტიური ხართ ფოტოში, შეიძლება გეცოდინებოდეთ კიდეც. ანუ ვინმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დასაქმება, ანუ იქ როგორ მდგომარეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებასთან დაკავშირებით. მადლობთ მარიამ, მე არა ვარ ამ სიღრმეებში ჩახედული და ამიტომ ამის კომპეტენცია არ გამაჩნია. მე ვერ მიცემ ჩემ თავს უფლებას ვისაუბრო იმ თემაზე, რომლის სამზარეულოც არ ვიცი, მაგრამ მე ერთი რამ შემიძლია დავძინო, ფოტოში არის იცით როგორი საინტერესო ისტორია არის თუ მაქვს დრო ორი წინადადები ჩემოვიფარგლები არის ასეთი პიროვნება ნუზარ ფანცულაია ეს ადამიანი სრულიად უანგაროდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 18 წლის ზევით როგორც ვიცი იყო ესეთი ფიტნეს კლუბი რომელიც გაუქმდა და ამ ადამიანს უსასყიდლოდ გადაეცა ეს დანადგარები ესე ვთქვათ ეს ადამიანი დილიდან საღამომდე არის ამ კლუბში შეფარებული არის ერთ-ერთ სარესტორნო ქსელს ფართი გამოუყვეს კეთილმა ადამიანებმა და იქ აწარმოებს სრულიად უსასყიდლოდ დილიდან საღამომდე ამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ესე ვთქვათ საოცრად უანგაროდ იცით და ჩვენ მადლობა უფალს არის ესეთი კომპანია ტრანსპორტი, რომლის თანადგომით განვახორციელეთ ესეთი აქცია, ამ ადამიანებს ძალიან სჭირდებოდათ პარაოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობის მიღება და როგორც ბათუმში, ასევე ქუთაისში, ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისი დავაფინანსეთ, კვება და ტრანსპორტი უზრუნველყავით და ეს ადამიანები კლავჭიდი, შტანგა, აი ესეთ რაღაცებში თავიანთი თავი გამოავლინეს და გარკვეული შედეგებიც დადეს. მათი ნივთების, ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით ხო თუ ყოფილა თქვენ საქველმოქმედო ორგანიზაციაში თუ ანუ მათი ნივთები თუ დაგხმარებიათ თქვენ რამეში ანუ ადამიანების დასაქმებას ვიათ თვითონ შეშმოპირების მიერ დავშად დამზადებული რაღაც ხელნაკეთი. ხო, ხელნაკეთი ნივთები, რომელიც თქვენ არის ესეთი ფოტოში დღის ცენტრი მას ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ენერგიული ქალბატონი, ძალიან უაღრესად დიდ პატივს თამარ ფოფხაძე არის პიროვნება, რომელიც ძალიან ისე უდგას ამ ყველაფერს მხარში თავში სათავეში და ეს ადამიანი აკეთებს ფაქტიურად სენსაციებს გამოაქვთ ეს ნამუშევრები, ხდება იქ ძალიან ბევრი საინტერესო რამ და ვიცი რომ ეს ადამიანები დღის მანძილზე ძალიან ბევრ საინტერესო ასე ვთქვათ ჩართულობები აქვთ ღონისძიებებში და ასე შემდეგ. მე ვიცი რომ ვესწრებოდი კიდევაც ერთ-ერთ სპექტაკლშიც ითამაშეს. აი შემიძლია გითხარით თქვენ ახსენეთ რომ ერთ-ერთმა პირმა უფასოდ მისცა განათლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს თავის კოლეჯში. დიახ, მე ჩემი ინიციატივით იყო ნამდვილად და მე ამას ვადასტურებ, დიახ. აი თუ შეძლო თუ იცით, იმ პირმა შეანდა განდასაქმება ან რა ბედიეზია ესე ვთქვათ იმ შეშმოპირს იმ პროფესიული განათლების. ეხლა ამ თვის შვარიცხვებში დაასრულა მან ეს ყოველივე დიპლომიც მიიღო და რა განვითარებას პოვებს ეხლა ნამდვილად ვერ გეტყვით ამას ამ ეტაპზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დავძინო ფონდი ქველმოქმედი 2015 ეს ფონდი არის სავსე და ამაყი იმით რომ ჩვენ წინა ფლანგზე ჩვენს წინ დგანან ჩვენი შვილები, ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი ქალიშვილები, ადამიანები, რომლებსაც ამას ჩვენ რაღაცნაირად უნერგავთ. ჩანერგვაც არ სჭირდება ამას, ეს უნდა დაანახო საქმით და ადამიანს რო დაეხმარო სრულიადაც არ არის საჭირო რომ იყო ან დიდარი და ან გავლენიანი. მთავარია იყო კეთილი და თუ ეს შინაგანად აქვს ადამიანს, იცით რაღაც ისეთი სასწაულებიც ხდება რომ ბუმერანგებით ბრუნდება ეს ყოველივე. იყო ეს კონკრეტ უკათ მსხვილი, არ ვიცი, ან საერთაშორისო ან საქართველოში რაღაც ბიზნეს კომპანიები, რომლებიც ანუ აქტიურად გეხმარებიან, ანუ ესე ინდივიდუალურად დავშოთ კი არა, ანუ რაღაც გადარიცხვებით, არამედ დავშოთ სტაბილურად თუ ყავს. ამ ეტაპისათვის სულ რაღაც რამოდენიმე თვე არის შემოგვიერთა ერთ-ერთი კომპანია და იცით მე თუ მომცემთ საშუალებას ორი წინადადებით შემოვიფარგლები, მართლაც რომ სიკეთე ბუმერანგებით ბრუნდება. ამ კომპანიის ხელმძღვანელს გარკვეულწილად არც ვიცნობთ ჩვენ, ანუ ინიციატივა წამოვიდა მათგან და ეს ყოველივე განაპირობა იმან, რომ ფონდი ქველმოქმედი 2015 გარდა იმისა, რომ ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ ფენას, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და უზრუნველყოფს მათ გარკვეულწილად შემოწირულობების შესაბამისად,
იყო ესეთი კონკრეტული ფაქტი, დავეხმარეთ ერთ ავადმყოფს, ძალიან მძიმე დაავადებულ ადამიანს, ქალბატონი გახლდათ ეს ადამიანი, არ დავკონკრეტები ახლა თუ საჭიროა გავაჟღერებ კიდევაც, იმიტომ რომ ჩვენი ფონდის გვერდზეც იყო ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, გაპიარებული, ატვირთული, როგორც იტყვიან და ამ ადამიანს ვუკეთებდით რაღაცნაირ, იცით, უბრალოდ რომ ამ ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ამდენი თანხა. შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ დაახლოებით ამ შინაარსის ტექსტი. და მოხდა ისეთნაირად, რომ ეს ადამიანი სასწაულებრივად მე არ ვიცი რაღაცნაირად უკვე გამოვიდა ამ მდგომარეობიდან ნელ-ნელა მკურნალობის ეტაპი და თქვენ წარმოიდგინეთ გარდა იმისა რომ მე ჩვენ ფონდის გვერდზე არის ანგარიშები მითეთებული ასევე ჩვენ გვაქვს სპეცნომბრები ქვია არის მაგთის ბილაინის ნომრები ლარიანი ნომერი ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაუშვას ზარი და დაფიქსირდეს ნომერი მაგრამ იმდენად მცირე თანხა დაირიცხა მარიამ იმდენად მიზერული იყო ეს ყოველივე რომ სიმართლე გითხრათ მარიამ რომ აი ამ მონაწერით ვაძლევთ ამ ადამიანის დობის ფაქტორის მაგრამ სიმართლე გითხრათ ადამიანურად შემრცხვა როგორ მიმეწოდებინა ეს და მოხდა შემდეგ საოცრება მეხმიანება ერთ-ერთი ადამიანი მინდა გავაჟღერო ამ ადამიანის სახელი და გვარი ეს გახლავთ მზეჭაბუკ პაჭკორია არაჩვეულებრივი პიანისტი ასევე სანდრო გეგეჭკორი ბუმბერაზი პიანისტები ესენი არიან მართლაც აი უნიკალური ადამიანები თავიანთი ნიჭიერებით გამორჩეულები კონსერვატორიის სტუდენტები გახლავთ ესენი და მომავალი ვირტუოზები არ მოვერიდები ამის ხმამაღლა თქმას ეს ადამიანები გამომეხმაურნენ თვითონ გამოთქვეს მზადყოფნა და ჩამოვიდნენ ფოთში გამართეს კლასიკური მუსიკის კონცერტი და ბილეთების გაყიდვიდან ამონაგები თანხა გადაეცა ამ ოჯახებს ეხლა იცით საით მიყავს საუბარი დაირიცხა მაინც ასე ვთქვათ 400 ლარი და ეს გადანაწილდა ორ ადამიანზე მაგრამ საოცარი რა არის იცით თუნდაც ის მცირედი როდესაც მივაწოდით იმ კონკრეტულ ოჯახს რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა ჰქონდა შემდგომ მისი შვილი რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა ბროკერ მექანიზმ არ არის საკონკრეტება საჭირო რიგითად ასე ვთქვათ ეს ადამიანი თვითონ თავისი ინიციატივით ეკმნა საოცარი საინიციატივო ჯგუფი დაითანხმა ადამიანები და მოხდა ისეთნაირად რომ შეგვეხმიანა ეს ორგანიზაცია და გამოთქვეს მზადყოფნა თავიანთი ნაშრომიდან თავიანთი ხელფასიდან თითოლარი 2 ლარი და ასე შემდეგ დაერიცხათ ჩვენი ფონდისათვის და იცით რა, აი ეს არის სწორედ რომ როდესაც სიკეთე მართლა აი ბუმერანგებით ბრუნდება რა. მადლობა ამ ორგანიზაციას, მადლობა თითოეულ საინიციატივო ჯგუფის თითოეულ წევრს, მადლობა იმ კონკრეტულ პიროვნებას და საერთოდ იმ ოჯახს და მადლობა ყველა თანამდებობს. მოხალისეს ქალბატონო იამზე და დასახმარებელ ოჯახებს ანუ როგორ არჩევთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი არის ესეთი ოჯახი და ესეთი ადამიანები, რომელსაც დახმარება ჭირდება და როგორ დავშავთ, როგორ ხდება, ანუ პრიორიტეტების დავანგება, ასე ვთქვათ. ანუ ისინი მოგმართავენ როგორც წესი დახმარებისთვის თუ თქვენ პოულობთ თუ როგორ ხდება, ამაზეც მოგვიამბო. მოგახსენებთ, იცით როგორ არის ესმა? ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ცალკე ფონდი, ჩვენ არა ვართ არავის წინაშე, ასე ვთქვათ, მხოლოდ ჩვენ საზოგადოების წინაშე, ხალხის წინაშე ვართ ანგარიშვალდებული და ჩვენი მთავარი მიზანი და ჩვენი სწრაფვა არის ის, რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად შევეხიდოთ. რაღაც დახმარება კიდე ცოტა ხმამაღალი სიტყვა, დახმარება არის, როდესაც რაღაცა პრობლემას მოუხსნი ადამიანს და შეხიდება გარკვეული თვეების მანძილზე, ის დროებითად, თუნდაც იმ მომენტისათვის მისთვის ის იმდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რომ აი როგორ გითხრათ, იცით მარიამ, აი არის დეტალები, რომ იყო აი ესეთი ოჯახი მრავალშვილიანი, ჩვენ ვიტყვი იმას, რომ ჩვენივე ძიებით, ჩვენივე კვლევებით, ჩვენივე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება და აქ იცით პრიორიტეტებზე როგორ არის, აქ პრიორიტეტებზე არც არის საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ უნდა იყოს სოციალურად დაუცველი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი. მარტო ხელამოხუცი, უმწეო ბავშვი. აი ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ეს. ჩვენ ასევე მრავალშვილიანები, იმიტომ გავაკეთეთ აქცენტი, რომ იცით, რომ მრავალშვილიანები ძირითადად არიან ვერ ვიტყვი რომ ყველა, მაგრამ გარკვეული ნაწილი არის სოციალურად დაუცველი ფენა. და ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, გარკვეული ეს მეგობრები, მოხალისეები, ვინც ძირითადად დასაქმებული არიან სხვადასხვა სფეროში და აქვთ მინიმალური ანაზღაურება მაინც, ყოველთვის მანძილზე ვდებთ მინიმალურ თანხას, მოვნათლეთ ეს ბავშვები, მოუნათლავი ბავშვები, მოინათლა უფლის შეწენითა და წყალობით და ამ ბავშვებს მოუხსენით პურის პრობლემა. 1 წლის მანძილზე ავიღეთ, ასე ვთქვათ, მეურვეობა
მოუხსენით პურის პრობლემა ყოველდღე 5 პური საცხობიდან თბილი პური სხებულობენ ეს ოჯახი. გარდა ამისა, ეს საოცარი თანამდგომი მხარდამჭერი ადამიანები, ახალგაზრდები, გოგონები, მამაკაცები და ასე შემდეგ, ესენი ეტაპობრივად დაყავთ ეკლესიაში, თქვათ ტაძარში, თავის მოძღვართან, ასევე ცირკში, როდესაც ქალაქში ჩამოდის რასაკვირველია, ასევე სალონში ხდება მათი გალამაზება, ესე ვთქვათ, მოწესრიგება და სხვადასხვა ადგილებში და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თეატრის როლი, რომელიც ამ ადამიანებისათვის ხმამაღლა ვიტყვი, რომ იყოს სრულიად ხელმიუწვდომელი. ჯერეთი ეს იყო ფუფუნების საგანი, ასე ვთქვათ, ვერ შეწუდებოდნენ, ვთქვათ, რომ სპექტაკლებს დასწრებოდნენ და ეს ფუფუნება მიიღოთ, ესე ვთქვათ, და თეატრის ხელმძღვანელის, დიახ, დავასრულებ თუ შეიძლება, თეატრის ხელმძღვანელის ფოთში არის არაჩვეულებრივი ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, მისი ხელმძღვანელობა არაჩვეულებრივი დასი და ხელმძღვანელობა სრულიად უანგაროდ, ეტაპობრივად სოციალურ ფენას იწვევენ სპექტაკლებზე, სრულიად უანგაროდ და ისინი ღებულობენ ამ სიამოვნებას და ეს ერთგვარი ადაპტაციაც არის ამ ოჯახებისა და ბავშვებისათვის. ჩვენ საკმაოდ ცოტა დრო დაგვრჩა და მოდით გვიანბეთ თქვენი მომავალი გეგმების შესახებ და რაიმე მასშტაბურ პროექტს ხომ არ გეგმავთ მომავალში? დიახ. უნდა აღვნიშნო აუცილებლად ის ფაქტი, რომ ფონდი ქველმოქმედი ასევე თავის გვერდზე აკეთებს აი ესეთ რეკლამას, ეს რეკლამა როგორ ეხლა აი ასეთი რამ არის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, გაუარესება ვისაც აქვს, ამათ დასახმარებლად არის ჩვენს გვერდზე ვაკეთებთ აი ესეთ ავტორთავთ აი ანამნეზი, რასაც ქვია, რა დაავადებები აქვს, ან რა ტრამვა აქვს მიღებული და ასე შემდეგ და შეიძლება სასწრაფო გადაუდებელი დახმარება ამ ადამიანებს ვეხიდებით იმაში, რომ ესენი ხდებიან ჩვენ გვერდზე ამ ანამნეზით ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ გააჩნია ისა და ეს დაავადება, საჭიროებს აქა და აქ მკურნალობას და ასე შემდეგ და ეს ადამიანები მინდა გითხრათ სიამაყით, რომ სულ იყო ამ 10 თვის მანძილზე 6 ადამიანი, რომელსაც ჩვენ შევეხიდეთ მხოლოდ ფონდი კი არა, აქ არის გარკვეული იურიდიული კერძო პირები და ამ ადამიანებს ჩვენ შევეხიდეთ იმით, რომ 11000 ლარამდე უკვე გაიცა ამ ადამიანების დასახმარებლად. ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მოეწყო თეატრში, ეგ თეატრში საწარმოო ტრამვა მიიღო ერთ-ერთმა კონკრეტულმა თანამშრომელმა და ამ ადამიანს ჩვენ მთელი ქალაქი თავისი ესე ვთქვათ, ფოლკლორული ჯგუფები, ანსამბლები და ასე სხვადასხვა კულტურულ საგანმანათლებლო ჯგუფები ჩაერთვნენ ამ ღონისძიებაში, მოხდა ეს ღონისძიება თეატრში, გაკეთდა და საკმაოდ სოლიდური თანხა, თითქმის 7000 ლარამდე შემოწირულობა სრულიად უანგაროდ გადაეცა ოჯახს. ეს პატარა ქალაქისთვის ძალიან დიდი. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. ანუ აუცილებლად უნდა დავსვა ეს. სიღარიბესთან დაკავშირებით თქვენ რა თქმა უნდა გამოცდილება გაქვთ უკვე სოციალურად დაუცველ პირებთან მუშაობის და მე მაინც მაინტერესებს, ანუ ხომ არსებობს სახელმწიფო პროგრამები ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, მხარდაჭერისთვის, ანუ რატომ არის ეს პროგრამები არაეფექტური, ან რაში არის ეფექტური, რაში არის, ასე ვთქვათ, არაეფექტური და რატომ არ არის ეს დახმარებები მაინც საკმარისი, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი ფუნქციონირება. მადლობთ ეს ამ შეკითხვისათვის, ძალიან პრობლემატური საკითხია, ძალიან მტკივნეული თემა არის. მე შეგნებულად შევიკავებ თავს ახლა რაღაც ესეთი მონოტონური საუბრებისაგან და რაღაც არ მინდა საზოგადოება დავდრგუნო იმით, რომ ვიცით ყველა აშკარა ცხადია, რომ არის კრიზისული მდგომარეობა, არის ოჯახები, εν რაოდენობით დღითი-დღე ემატება უმუშევრობის ფონი, ვიცით რა არის, მაგრამ ეხლა არ მინდა რაღაცნაირ ისეთ ჭრილში გადავიყვანოთ საუბრები, მით უმეტეს მოგეხსენებათ, მე ამ სიღრმეებს არ წოდები, ხვდები მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებს და ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვდებთ ამ ადამიანების დასახმარებლად, უდაოდ პრობლემა არის, უდაოდ ძალიან ბევრი εν რაოდენობით არიან ადამიანები, არის რა თქმა უნდა სახელმწიფო პროგრამები, განა არ არის, რამდენად ეფექტურად მუშაობს, ესეც სახეზეა, რამდენად საკმარისია ეს დახმარებები, ესეც სახეზეა, მაგრამ იცით რა არის, ჩვენი შეხედებით საქმე კეთდება, თორე არ ფუჭდება და არ მინდა რაღაც ისეთ ფორმატში გადავიდეს, მაგრამ ხალხი გახსოვდეთ ბატონებო, ყოველთვის და ყველგან.
აი, კიდევ მაინტერესებს თქვენი აზრით, რა შეიძლება გააკეთოს, ან როგორ არის შესაძლებელი საქართველოში, რომ დავუშვათ ოჯახმა თავი დააღწიოს სიღარიბეს, რამდენად რეალურია ეს, რომ რაღაც სოციალურად გაჭირებულ მდგომარეობაში მყოფი, რამდენად გინახავთ შემთხვევები, რომ დავუშვათ რამე არ ვიცი, რამე მომხდარიყოს და რამე ბიძგი მიეცეს და ამ მდგომარეობიდან გამოსულიყო და რამდენად შესაძლებელი და რეალურია ეს და რამდენად რთულია. დიახ, ძალიან რეალურია ყველაფერი ჩემო. სიღარიბისთვის თავის დაღწევა. ძალიან აი ბოლო მონაკვეთი ძალიან იმდენად მასშტაბურია რომ მე წვდომაც არა მაქვს და არც შესაბამისი კომპეტენცია, მაგრამ ეს მინდა გითხრათ რომ ძალიან რეალურია ეს ყველაფერი, რომ შესაძლებელია ამ ფონის შეცვლა, შესაძლებელია ამის გაკეთება. მხოლოდ მონდომება არის საჭირო, ხალხო ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული და ეს სრულიადაც არ არის ტრაფარეტული სიტყვები. თუნდაც ის რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ან თუნდაც ის რომ სოციალურად დაუცველი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახისათვის გამოიყოს ერთი მინიმალურად ერთი დასაქმება, აი ის ადამიანი მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი მამა რომ აი ხა პურსაცხოვში დაასაქმო ადამიანმა რომ სახში პური მიიტანოს, ან თუნდაც სადღაც მუშად რომ დაიწყოს მუშაობა, ამის უზრუნველყოფა ესეთი რთულია ხალხო, ან თუნდაც ის რომ მრავალშვილიანი ოჯახისთვის გამოიყოს, მე ვიცი რამოდენიმე ქალაქში საქართველოში ძალიან არ ვიცი ეს ბიზნესმენებმა, საჯარო მოხელეებმა, კონკრეტულმა პირებმა თუ კი მოინდომეს, შესაძლებელი არის თუნდაც გამოყოფა გარკვეული თანხების ჩადება ამ მიმართულებით, რომ ამ ადამიანებს ერთი პატარა ჭერი ქონდეთ, უსაფრთხოდ, თბილ გარემოში, რაღაცნაირად ხელი შეუწყოთ, რომ იყვნენ, იარსებონ პატარა სახლები, თუნდაც აი ორი ოთახი რო იყოს, თუნდაც ნორმალური, იცით როგორ სიღარიბეს, როგორ რაღაცებს ვაწყდებით, აი არ მინდა ეხლა ამ თემის გაშლა, ყოფილა შემთხვევები მივსულვართ ოჯახში, გველოდებოდნენ და ზევით გადაუცვამს რაღაც აი ესეთი ქურთუკი ან რაღაც ერანგი ისეთი და ქვევით ფეხზე აღარ ეცვათ, იცით როგორი მტკივნეული ეს ყველაფერი, ან მიდიხარ გელოდებიან და ასე გონიათ რაღაც საოცრებას მოახდენ და ამ დროს არაფერს არ ვაკეთებთ ხალხო, ელემენტალური, მათ უნდა ვაგრძნობინოთ ადამიანური თანადგომა, თუნდაც ის რომ შესაბამისი სამოსი მიაწოდო, რომელიც შეიძლება ადამიანს გარდერობში აქ და საერთოდაც არ სჭირდება. შეიძლება კონდეს εν რაოდენობით. ან არის ისეთ გარემო პირობებში, რომ შეიძლება მისი სავაჭრო ქსელიდან მოხსნას რაღაც ჩამოაფასოს, ესე ვთქვა და გადასცეს 2-3 ადამიანი, 3 ოჯახი, ესე ვთქვა, უზრუნველყოს ამით. თქვა თუნდაც სასკოლოდ. იცით რა მაინტერესებს, ან თქვენი ორგანიზაცია, თქვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია, ან მხოლოდ ფოთის მასშტაბით მოღვაწეობს თუ ფარგლებს გარეთაც არ გასულს? ნუ რა თქმა უნდა, ხა წესდებაში გაწერილი გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმები. ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით ფოთით, მხოლოდ ფოთით შემოვიფარგლებით. გეგმაში თუ არა? გეგმაში აუცილებლად არის გაფართოება, აუცილებლად არის ნახოთ, ყველაფერი არის შემოწირულობებზე, ყველაფერი არის ჩვენს მონდომებაზე, ძალიან ბევრი ფესტივალების ორგანიზება გვაქვს დაგეგმილი, გვაქვს გაწერილი გეგმა სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, ეს ძალიან დიდი ღონისძიებები არის დაგეგმილი, ასევე ყავს მეგობარი, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს 6 ეტლი გადმოგვეცეს ახლო მომავალში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე აღნიშნე, რომ მედიცინის წარმომადგენელი გახდათ, ეს ადამიანი, მისი მეგობრები, სხვადასხვა პროფილის ადამიანები მზადყოფნას გამოთქვამენ, ჩამოვიდნენ ფოთში და სრულიად უსასყიდლოდ, უფასოდ გააკეთონ უფასო სამედიცინო გადახედვა თავისი აპარატურით. ასევე ახლო მომავალში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქციები, ყველაზე დიდი ფესტივალი, აი ეს დედაშვილობა განმეორდება ნოემბრის თვეში და ჩვენ ასევე აუცილებლად დავეხმარებით სოციალურად დაუცველ ფენებს. ჩვენი ძირითადი საარსებო, ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი, ჩვენი ძირითადი ასე ვთქვათ, ამ ფონდის პიარი არის ის, რომ ღონისძიებების, ივენთების და ასე შემდეგ ამ ყოველივეს ორგანიზება სოციალურად დაუცველთა მხარდასაჭერად. მათი იციან რომ გავახაროთ რაღაც სოციალური ყოფა გავუუმჯობესოთ. აქ მინდა საჯარო ინფორმაცია გავაზიარო. საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ეტლები და სხვა მსგავსი თეთრი ხელჯოხები უსინათლოებისთვის, იგივე სმენის აპარატები ეგრეთ წოდებული სხვა მსგავსი ტექნიკა არის ამ პირებისთვის უფასო და შესაძლებელი არის სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვა, დავუშვათ ამ ოჯახებმა რომ მიმართონ, ვისაც ჭირდება ან ეტლი ან რამე მსგავსი დამხმარე საშუალება ამ შეშემო პირებმა და სოციალური მომსახურების სააგენტომ წესით მათ კონსულტაცია უნდა გაუწიოს თუ როგორ შეუძლიათ
ამ ვაუჩერის მოპოვება და ამ პროდუქციის ესე ვთქვათ აღება, მაგრამ ეს პროდუქცია არის საქართველოში უფასო დღესდღეობით და საქართველოს სახელმწიფო ამას აფინანსებს. ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია, მინდა გითხრათ და პირიქით ძალიან მივესალმებით, უკვე ესე იქნება. მოდით თქვენი შემართება, თქვენი სურვილი გავაზიაროთ მაყურებელს, ან თხოვნით მიმართეთ რომ ანუ თქვენ არის ის სურვილი გაქვთ რომ თუნდაც მოხდეს ფოთში, რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესობისკენ თქვენს ჩვენი მიმართულებით. უღრმესი მადლობა ამ კითხვისათვის. რაღაც არ პათეტიკურად არ გამოვიდეს, მაგრამ იცით ჩვენი თხოვნა იქნება ესეთი თხოვნასაც არ დავარქვევდი ამას, იცით ეს უნდა მოდიოდეს გულიდან. თუ ადამიანებს ექნება სურვილი, შესაძლებლობა იმისა რომ დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ფენას, შეეხიდოს მათ გარკვეული პერიოდი და მათი სატკივარი ასე ვთქვათ გულთან მიიტანოს. ფოთში არის ძალიან ბევრი არის ეპარქიის უპოვართა სასადილო, სადაც ჩვენ ასევე თბილის სადილი მივიტანეთ. ამ ადამიანებს თანადგომა სჭირდებათ, ისინი შეფარებული არიან, ესე ვთქვათ, ერთ-ერთ სახლს. არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, აი მათაც გარკვეული შეხიდება სჭირდებათ. ასევე ის პარეოლიმპიური ფესტივალებისათვის სამზადისი დასრული ადამიანებისათვის. ამათ ყველა სჭირდება თანადგომა. აი თუნდაც ის თანადგომის სახლი, რომელიც დასაწყისში აღნიშნე მე, ამ ადამიანებს სჭირდებათ, ძალიან სჭირდებათ თანადგომა. ჩვენ იქ დროდადრო მივდივართ ფოლკლორის წელსთან ერთად მართავთ კონცერტებს და ასე შემდეგ. აი იყო ესეთი 8 წლის ესეთი ლუკა გოგელია, რომელიც დაავადებულია სიმსივნით, ჩვენ ორჯერ გავმართეთ ამ ფოლკლორის დახმარებით კონცერტი საქველმოქმედო, შევეხიდეთ ამ ადამიანს, ასევე მოიწყო გამოფენა გაყიდვა საგამოფენო დარბაზში მხატვარ ქეთევან ჩეჩელაშვილის არაჩვეულებრივი მხატვრის გამოფენა გაყიდვა და მინდა გითხრათ რომ ამ ადამიანმა ორი თავისი ძვირფასი ნამუშევარი შესწირა ფონდს, შემდეგ მოხდა ამ ნამუშევრების გაყიდვა და შემოწერული თანხა სრულიად უკლებრივ გადაეცა ასევე ამ კონკრეტულად ამ ლუკა გოგელიას. ანუ ხდება ორჯერად დახმარებები კონკრეტულ ადამიანებზე და მინდა გითხრათ რომ თუ კი შეეხიდებით, არის შემობძანდით ჩვენს გვერდზე დაათვალიერეთ, გაგვიცანით, დაგვიმეგო და უფრო დარწმუნდები ჩვენი სიტყვების სისწორეში, ჩვენს ასე ვთქვათ, თანამდგომად გვიგულებთ, ჩვენ ყავს ჩვენი ერთადერთი მადლიერება თანადგომის მხარდაჭერის, ასე ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ მადლობის სიგელი, გულიდან წამოსული მადლობის სიგელი, რომელსაც ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს მხარდამჭერებს და ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდით გვიდგანან, ესე ვთქვათ, გადავცემთ ხოლმე. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პატარებს, ჩვენს მოხალისებს, ჩვენს უანგარო შვილებს, რომლებიც დიდი სიხარულით ერთვებიან, აი იმ ადამიანებს, ეხლა მე არ დავაკონკრეტებ, რომლებსაც ბებოებმა, ბაბუებმა აჩუქეს ბოტასის საყიდელი ფული და არ იყიდეს ბოტასი და იყიდეს ბავშვებისთვის საჩუქრებით კბილეული და აი ამით გაახარეს ისინი. მადლობა თქვენ. მე შეიძლება რომ არ გითხოთ ბოლოს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თქვენგან ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, ძალიან ბევრ დროს და ენერგიას და თუ კი თქვენ ამას რადგან მოხალისეობრივად აკეთებთ და ახორციელებთ, დიახ, სრულიად უსასყიდლოდ მინდა გითხრათ. დიახ. თქვენ თვითონ ხო გჭირდებათ ესე ვთქვათ არსებობა და ასევე მუშაობთ ალბათ ხო სხვა სამსახურშიც პარალელურად და წარმოიდგინეთ მე ადამიანი, რომელიც ვარ პროფესიით იურისტი, ფილოლოგი, 10 წლიანი გამოცდილება ტელეკომპანიებში. მე ამ ეტაპზე არა ვარ. მე მხოლოდ ვარ დასაქმებული, დაინტერესებული, დასაქმებული ამ ფონდის, ასე ვთქვათ, მინდა რომ ეს ორგანიზაცია დადგეს ფეხზე, გამყარდეს, გაძლიერდეს და ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ ჩემი სიტყვების სისწორეში, ჩემი მეგობრების, ჩემი მხარდამჭერების, ასე ვთქვათ, თანადგომაში იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად დროთა სვლაში ავაშენებთ სიკეთის სახლს, ეს იქნება სათნოების სახლი, სიკეთის სახლი, სოციალური სახლი თუ ასე შემდეგ, არ ვიცი კონკრეტულად რა ერქმევა, მაგრამ სახლს, სადაც ჩემნაირი უბრალო, უანგარო ადამიანები, ის ადამიანები, რომლებსაც რაღაცით შეუძლია შეეხიდოს, თუნდაც ანბანი ასწავლოს, თუნდაც მოემსახუროს, მოუაროს, აი ესეთი ადამიანები ჩვენ სრულიად უანგაროდ გავაკეთებთ ამ ყოველივეს, ავაშენებთ, შევქმნით, გავაკეთებთ, ვიღვაწებთ
და რა თქმა უნდა არსებობისათვის არის საჭირო და აუცილებელი ეს ყოველივე, მაგრამ ერთი წლის თავზე, აი თქვენ ესმა და ქალბატონ მარიამ მეწმენთ რომ მოგიწევთ ჩვენი ფონდის ასე ვთქვათ იუბილეზე და თქვენ დარწმუნდებით რომ ჩვენ უფრო ბევრად მეტი გვექნება გაკეთებული, თუნდაც ამ დარჩენილი 2 თვის მანძილზე. უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის და ეს მასშტაბური რა უნდა გააკეთოთ, ბოლოს თქვენ რას თქვით ამ თუნდაც ამ შენობის აშენებით, ხო? მოკლედ, ჩვენ დრო დასასრულს მივახლო და იმედია ჩვენ მაყურებელს ზოგს დახმარების სურვილით ვისაც ჭირდება მიმართონ, რა თქმა უნდა, ქალბატონს და შეძლების დაგვარად დაეხმარებიან და რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ იმის, რომ ვიღაცის გვერდით დაუდგეთ, ხომ? ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თითოეული წამი ყველა ადამიანს გავლამაზოთ. ჩვენ ზუსტად 2 კვირით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.